დილამშვიდობის მეგობრებო, ყველას მოგესალმებით დიდი სიხარულით. როგორ ბრძანდებით? ხომ ხართ კარგად, საუკეთესოდ? გისურვებთ ბედნიერ სიხარულის და სიყვარულის დღეს. ყავის დროა ჩემთვის და აი დილის ყავა მაინც მშვენიერია. უნდა მოვამზადოს საუზმე, ცოტა დილა ადრიან, რაც საჭირო იქნება რომ მიირთვან. ახლა მოვადუღებ ყავას, შემდეგ გავაკეთებ საუზმეს. ერთად მოვამზადოთ ასე რომ ძვირფასებო დავიწყოთ ყავით. გუში აქ რომ დავაწყოთ ძვირფასებო, ჩვენ ხო ერთად მივირთვით, ძალიან გემრიელი ყავა. აი აქ არის მას შემდეგ და ერთად მივირთვათ. ასევე ესეც რომ გავრეცხეთ ხომ, გაშა უკვე და ყინულს ჩავდგავ მაცივარში ბარე. ვისაც გიყვართ ყავა, ერთად მივირთვათ. კარგი მორევა ჭირდება მეგობრებო, კარგად რო გაიხსნება. ასეთი ყავა მიყვარს მე. ყავაც აქეთ, შოკოლადსაც აქეთ მოვამზადებ, ასე რომ ერთად მოვამზადოთ. ჯერ ყავას მივირთებ და შემდეგ საუზმეს მოვამზადებ, რომ დილისთვის რაღაც იყოს. კვერცხის მომზადებას ვაპირებ ალბათ. არ ვიცი რა მოვამზადო. გადავწყვიტოთ ერთად. ყავა ხო, ყავა სხვათა შორის შოკოლადიც მოვამზადოთ. ეხლა ეს გუში რო გავრეცხეთ, ყინულისთვის გავაკეთებ და ავიღოთ თან. ყავაც ადუღდა მეგობრებო. დილამშვიდობის ყავა, დილამშვიდობის. რა საყვარლობა. აი ეს მომენტი ძალიან მიყვარს რა, რომ ამოდის ქაფი. ნახეთ. რა გემრიელი მოვადუღეთ. ძალიან კარგი, კაია. ახლა ამ ყინულს წარმაცევრიდან აქ დავდოთ, ეს ჭირდება ცივი წყლისთვის და ეს კი შევდგათ მაცივარში. ასე. ახლა კი ნახოთ ეს აქ ჩავყრი ამ ყინულებს. ძლივს ვიღებ როგორც მაინც ტელეფონით რომ იკავია ხელში 4 ყინული. ნახეთ. ასე მეყოფა 4 ყინული. ეს დანარჩენ ოჯახის წევრებს დილით ხომ დაჭირდებათ ახლა. ცივი წყალი, ყავა ცივი. ამას ჩავდგავ ისევ აქ. აი ასე. ახლა კი წყალით ავავსოთ აქ. წყალი ავავსოთ. მიყვარს და ჩვენი ყავა მოვბრძანდი. მეგობრებო, დილის ყავა არის შვენიერი. რატომ? ეხლა ხო, იმიტომ რომ ნახეთ ცივი წყალით. ჩემო ძვირფასებო, დილამშვიდობის ყველას. გოდი დავითიც მოვბრძანდა. დილამშვიდობის. ნახეთ, დილა ადრიან. მეც მოვბრძანდი მეგობრებო. აი ეს ვიპოვე ახლა უნდა გავაჩვენო. ან მეგობრებს, აი გარგლის შიგთავსი ყურკა შევინახე და გაშრა კარგად. და ეხლა რომ ნახე რაღაცა ნიგოზის მომენტი აქვს რა და ისე მინდა. აბა ნახე. ეხლა რომ ესე ძალიან ადრე ადექი შენ, ხო? ძილი გეყო მერე? კი. დავით, დედიკო. ჩაის გაგიმზადებ მაშინ, აი მოდი ეს მოგეწონა, ხო გემრიელია. აი ნახეთ ჩვენ ცივი წყალი. ერთად მოვამზადოთ მეგობრებო, კვერცხი შევწვა, რამოდენიმე დღეა. რამოდენიმე ხანია რო კვერცხი არც. შეგვიწია. ხო. აღარ უნდათ რაღაც და
ნახე ხომ მოგეწონადე, ნახე რა კარგია. კი. ჩვენი დილა ასე იწყება. ყავა და დილის ტრუტინა. ნუ რუტინა. ჩვენ მაგას ვეძახით ტრუტინას, მეგობრებო, ცოტა თუ არ გავხალისით, აბა ესე სად არის? ამაზე როგორ დამცინოდნენ, რომ რა გინდაო ეს 1-2 დღე არისაც. ვინახავდი და კბილთან არა დედიკო, არა. შენ რამას კბილებს და ეგ უნდა კაცო. არა კადრო. როგორ შეიძლება მე კბილი. ეხლა ეს რომ ყავაში ჩამივარდეს მეგობრებო და მე ის შევჭა. ირთო და ყავა მეგონოს რა დამემართება. საწავიდა ის. ყავაში ხომ არ ჩავარდა. ძალიან რა მიყვარს იცით, აი რომ თვითონ რაღაცა კერძებს იგონებს, აკეთებს, ამზადებს და იდეებით ძალიან გემრიელ რაღაცებს ამზადებს სხვათა შორის და მეორე არხზე გადაიღებს ხოლმე ძალიან კარგ კერძებს. თვითონ იფიქრებს, თვითონ აკეთებს და ძალიან გემრიელად უთავსებს გემოებს თან. ჩვენი ტრუდინა მილის. 1, 2, 3. Let's go. წყლის დაღამოქცეს და. დედიკო. დახარება და ბედნიერება. კაკალს ხო ყიდულობთ ხოლმე ნიგოს მეგობრებო და სულ ვცდილობ რომ ზამთარში ზაფხულშიც ნიგოზი გქონდეს. რამდენი კვერცხი შეგიწვა დღეს დილით? 2, 4, 6. მე არ მინდა. ძვირფასებო, ეხლა მოვამზადოთ საუზმე. ახლა კვერცხიც აგერ გვაქვს, ტაფა, ზეთი, აი ზეთიც აქ გვაქვს. კი ბატონო. ასევე დაგჭირდება კოვზი და ასევე დაგჭირდება აი ეს ტაფაც გამოვიღოთ მეგობრებო. ასე რა. მე კვერცხს ხოლმე დაგჭირდა. კვერცხი უნდა გავრეცხოთ კიდე და. გავრეცხავთ ხო? ნუ პირდაპირ გადაიტანე, წყალს იჩადე. თან გარეცხავ 6 შევწავ, ხო? კი. აი ასე. ერთი. თუ გინდა კიდე შეწვი, არ ვიცი. ნამოსად დავუყავ. Давай 6 секунд. აი ასე მგონი ნორმალურად აქ ცეცხლი. თავსახურიც გადავკათ, ხო? და დავზეთოთ ან მოვაპყუროთ. ძალიან ბევრი ზეთიც არ მგონია რომ უნდადეს, ხო? ისეთი კარგად აკეთებს ეს ტაფა ძალიან. ცეც ზეთი. ჩემი ლომი, აი ნახეთ რა მაგარ საუზმეს ამზადებს. კაცური კაცი ხარ რა, მართლა ლომურად იცი ყველაფერს გაკეთება რა, მაგარი. სუპერ კვერცხი. მარილიც მივაწოდოთ ჩვენს შეფს. როგორ აკეთებს, იმასაც გაჩვენებთ მე, ასე მთლიანებს არ ტოვებს. და სხვათა შორის ძალიან გემრიელია. გაწევს და გამოწევს ამ მასას, ყველგან ცილაზე ზემოდან გადაანაწილებს ხოლმე და ასეთი უყვარს ძალიან. მეც ძალიან მომწონს ასეთი გემო. დედა რა გემრიელია. ძალიან გემრიელია. მოამზადეთ თქვენც, ვისაც გიყვართ კვერცხი შემწვარი დილიდან ძვირფასებო საუზმეთ. და გემრიელად მიირთვით. კვერცხი, კიტრი, პამიდორი, მწვანილი და დილის საუზმეც მზად არის მეგობრებო.
აი ამოვიღოთ მეგობრებო. რა კარგია, იფ, რა კარგია. მაგრამ მე ამშია, რა თქმა უნდა, ყავა ხომ მივით. მომეწონა. კარგა. ახლა მე მოვაგზავნებ სალატს და დაგემშვიდობებით. აბა მზე ვიდეომდე